ხალხო, ისეთი დაღლილია ვარ, ახლა ვიღაცამ თავშევა ჩამარტყას, შეიძლება არაფერი არ უთხრა, მაგრამ ეს უნდა აუცილებლად უნდა ჩავწეროთ, რომ ვერ დავიცინებ. მოკლედ, ბებიაჩემს დაიყო კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბოლში და როდესაც მივიდნენ აია სოფიას ტაძართან, გიდმა უთხრა, რომ არ უნდა გადაეწერონ პირჯვარი და არ უნდა გააკეთონ აი ესე, იმიტომ რომ ეს გამოხატავს ქრისტიანულ ლოცვას, პირჯვარის გადაწერა თავისთავად და ფაქტი, რომ მათ ამის გამო შეექმნებოდათ პრობლემა, რა პრობლემა შეექმნებოდათ, ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაძევება ალბათ მინიმალური იქნებოდა, ალბათ დაპატიმრება და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ ის ფაქტი, რომ ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველეს და ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავ ტაძარში, რომელიც დღეს მეჩეთად გადააკეთეს და საერთოდ როგორ დაუშვა ეს ქრისტიანულმა სამყარომ, როგორ მისცა თურქეთს ამის გაკეთების უფლება, რომ თავი დავანებოთ, თურმე ქრისტიანული პირჯვარი რომ გადაიწეროს ტაძრის წინ. ეს საკრძალულია და ამის გაკეთებას არ შეიძლება. არ უბრალოდ სამერცხენოა ეს ყველაფერი, ოღონდ მართლა წამიყვანეთ ვინმე ხომ ფას მეთქვენ დაყვანეთ იმის ოდესმე საერთოდ არ გვიგმოდი თურქეთში სასვლას, მაგრამ აი ძალიან მინდა რომ ჩავიდე და პირჯვარს უნდა გადავიწერო, ამოიჩვენოთ უნდა თქვა. და აი მეტიც არ მინდა, მაგ იდეას უნდა შევაკვდე. ხო და მოკლედ ის თქვა, რომ ძალიან სამერცხენოა ეს ყველაფერი მართლა იმი როგორც ქრისტიანს, აი ძალიან შემრცხვა რომ ამის საშუალება ეძლევათ თურქებს. ხო და ზუსტად ამ დროს ხდება ისე, რომ ინგლისში, ბრიტანეთში ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში, შინაგან საქმეთა მინისტრი შაბანა მამუდი, რომელიც არის მუსულმანი, ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ისლამი. და ამ დროს ქრისტიანებს აია სოფიას წინ პირჯვრის გადაწერის უფლება არ აქვთ. არ ვიცი, თქვენ გასაცროთ თუ ყოფილიყავთ ვინმე გამიზიარეთ თქვენი შეფასება და თქვენი გამოცდილება.